გულენდამ. ამდენი ტყუილის შემდეგ ისევ რა? მათ ყურამ მხოლოდ მერთია? დევა და მისი ტყუილები? ჩვენი ცხოვრებიდან თუ ვინმე წავა, ეს დევაა. არ დავუშვებ, რომ ის მატყუარა გოგო ჩვენს ოჯახში გრძლად შემოვიდეს. მისმინე ვეფა, ჩემს მას არაფერს ეტყვი. რამეს თუ ეტყვი, მერც თუ რამე შეემთხვევა, ამის გამო პასუხს შენ აგებ. მე გაგაფრთხილე. შენი ქმარი უდანაშაულოა? არ არის. ჩემმა ქმარმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ დანაშაული ის არის, რომ ჩემთან არ მოვიდე და სიმართლე არ მითხრა. სიმართლე შენ რომ გეთქვა, როცა გაიგე. ჩემთან რომ მოსულიყავი. არ დავუშვებდი, რომ ეს სიტუაცია აქამდე მისულიყო, მაგრამ ახლა ბრალს მხოლოდ ჩემს ქმარს დებ. შენ ქმარს არ ვერჩი. განა ვერ ვხვდები. ვერ ვხედავ? გაცნობის პირველი დღიდან ცუდი თვალით მიყურებ. მერც ვერიდან. გულენდამ ვაღიარებ, მისი თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ ის გონია ვერ ვხვდები ვეფა. მე მერთი მიყვარს, ეს შენც კარგად იცი და ვერიდა. რადგან ეჯვიანობ. გულენდამ, რა? ყოველს ვამბობ? სისულელეს ამბობ. სისულელეს როშავ. შენ ზმას ყველაფერს მოუყვები, თავად გადაწყვეტს რა ტყუილია და რა მართალი და რა მართებული. გესმის? ჩემს ძმასთან სიტყვას არ დაძრა ვეფა. ან თუ რამეს მიანიშნებ, ჩემი ხელით მოკლავ. ამას თუ ვერ შევძლებ, თავს მოვიკლავ. გეფიცები? ასე მოვიქცევი. რას ამბობ გულენდამ? იმ ბინძურმა განა რა გაგიკეთა, რომ თავგზა აგიბნია. ჩემს ქმარზე წესიერად ილაპარაკე. ჩემი შვილის მამაა. ეს ბავშვი მის გარეშე არ გაიზრდება. ჩემი შვილი ჩემს ბედის წერას არ გაიზიარებს. დედის და მამის გვერდით გაიზრდება. ჩემი ოჯახის დანგრევის უფლებას არ მოგცემ. შენი ძმა რეკავს. ჩემი სიტყვები ხუმრობა არ გეგონოს. ჩემს ძმასთან სიტყვა არ დაძრა. გისმენ ძმაო, ვეფა დედა ჩემს გულის ინფარქტი მოსვლია, ოპერაციას უტარებენ. კრიტიკული მდგომარეობაა, გულენდამი თუ მოინდომებს საავადმყოფოში წამოიყვანე და წამოდი. კარგი ძმაო, ახლავე. დედა შენი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაში მაინტერესებს? ძალიან ცუდად ყოფილა. შენმა ძმამ გულენდამი თუ მოინდომებს წამოიყვანე და საავადმყოფოში მოდიო. მოკვდეს. შენი მესმის, მაგრამ იმიტომ გეუბნები, რომ რამე რომ შეემთხვეს, შემდეგ არ ინანო. დედა, დიდი ხნის წინ გარდამეცვალა ვეფა. ჩემი სიტყვები არასდროს დაივიწყო. ჩემს ძმას თუ რამეს ეტყვი, სახლიდან გვამს გაიდანენ, ან ჩემსას, ან შენსას. არ მაღან? ასე მოულოდნელად რა დაემართა? ჩემ გამო დაემართა. მას ისეთი მძიმე სიტყვები უთხარი, რომ ისმა გულმა ვეღარ გაუძლო. დედა ჩემი შიგნით სიკვდილს ებრძვის, მე კი სხეულში ცეცხლი მიკიდია. გული მისკდება, რომ არ მოკვდეს. თუმცა მასზე მაინც გაბრაზებული ვარ და რატომ? არ მინდა რომ დედა ჩემი მოკვდეს, არც მე. მართლა არ მინდა. მეც სიკვდილი არც მე მინდა. რატომ? შენ ხომ მისგეზიზღება? როგორც მე ზიზღება, ისევე მიყვარს კიდეც, რადგან ის დედა ჩემია. თითქოს გული ორად მაქვს გაყოფილი. ერთი მხარე მასზე ნაწყენია, მეორე კი მის ამბავს ძალიან განიცდის. აღარ ვიცი. რომელ მხარეს ვენდო? თუ ასე რატომ დაბრუნდი? მას რატომ შეებრძოლე?
იმიტომ რომ შევყვარებოდით. მასაც იგივე ტკივილი განეცადა, რაც ჩვენ განვიცადეთ. სულ ეს არის. იქნებ მაშინ მაინც შეეწუხებინა სინდისის კენჭრას. იქნებ შევყვარებოდით კიდეც. სულ ამაზე ვფიქრობდი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთ დღეს დედა ჩემი შეგვიყვარებდა. სულ ამაზე ვფიქრობდი. მამა ჩემიც ამიტომ მოკალი, იმიტომ რომ დედა გაგემწარებინა. ბავშვი ვიყავი არ მაღან. დედამ მიგვატოვა. ყოველ დღეს სახლში იმ იმედით ბრუნდებოდი, იქნებ დედა ჩემი სახლში დამხვდეს მეთქი. ერთ დღეს კარი გავაღე და სახლში მამა ჩემის გვამი დამხვდა. თავი ჩამოიხრჩო. იცი ბავშვისთვის ყველაზე საშინელი რა არის? იმის აღქმა, რომ უზარმაზარ სამყაროში სულ მარტო ხარ. შემეშინდა. მინდოდა დედა ჩემის გვერდით ყოფილიყავი. მისი მფარველობის ქვეშ ვყოფილიყავი. მის წამოსაყვანად მივედი, მაგრამ მამა შენი გადამეღობა. ნეტავ ეს არ მომხდარიყო. ნეტავ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. არც კი ვიცი რა გითხრა. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ზაფერ ფეხლივანის ახლობლები თქვენ ხართ? ჩვენ ვართ. ვინ ხართ? მისი შვილები ვართ. გულჯემალ შაჰინი მგონი თქვენ ხართ არა? დიახ მე ვარ. ასისტენტმა მომახსენა დედა თქვენისთვის დამატებით პროფესიონალი ექიმი გამოგიზახიათ. დიახ ასეა. საბრი ბეი მოვა და დედა თქვენ საოპერაციოში შევიყვანთ. პაციენტი მაღალ წნევას ატარებს, ამიტომ მისთვის საკმაოდ სარისკო ოპერაცია იქნება. არ ვიცი დაგჭირდება თუ არა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის სისხლი მზად უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა. სისხლის ბანკში მოვიძიოთ თუ ნათესავებს და ახლობლებს თქვენ შეატყობინებთ. რა ჯგუფის სისხლი აქვს? პირველი უარყოფითი. სამწუხაროდ მე სხვა ჯგუფის სისხლი მაქვს. მე იგივე ჯგუფის სისხლი მაქვს. მე გავიღებ. კარგი. ვეტყვი და მოგამზადებენ. დედა თქვენი გონებაზე არ არის, ამიტომ ოპერაციის რისკებთან დაკავშირებით შეტყობინების ფორმას ხელი ერთ-ერთმა თქვენგანმა უნდა მოაწეროთ. რაც საჭიროა ყველაფერი გავაკეთოთ. თუ ასეა წამობრძანდით. დევა ისევ არ ამდგარა? აბაზანეში ახლავე მოვა. ავდექი დილა მშვიდობისა. დასხედით, დასხედით. რაღაც უნდა გითხრათ. ვინ არის? მე გავაღებ. გულენდამ? გულენდამ შვილო, კეთილი იყო შენი მობრძანება. გამარჯობა. გამარჯობა. კარგად ხარ? არ ვარ. მოხდა რამე? მოხდა. გავიგე რომ მათყო არა ყოფილხარ. ვიცი რომ მერთის ყოფილი საცოლე ხარ. ერთი წუთით. ჯერ რაღაც უნდა გითხოთ. მართლა მაინტერესებს. სახეზე საერთოდ არ გაწითლდი? არ შეგრცხვი იმ სახლში, ჩვენთან ერთად რომ ცხოვრობდი. შენი ყოფილი საქმე რომ ისი ცოლი შენ და ჩემი ძმა ერთჯერ ქვეშ. არ შეგრცხვა? საერთოდ არა? მინდოდა რომ მეთქვა. თუ გინდოდა, რატომ არ თქვი? შენ ძმას არ იცნობ? ეს რომ მეთქვა მერც მოკლავდა. მერთი. შენი ერთადერთი პრობლემა ეს არის? ჩემი ძმა მერც მოკლავდა. რა შენი საქმეა? რაში გადარდებს ჩემი ძმა მერც მოკლავს თუ არა? რაში გადარდებს? მოიცა მე გეტყვი.
შენ ახლა განერვიულებული ხარ და მშვიდი. დავსხდები ვილაპარაკოთ. ჯერ მე უნდა მომისმინო. მერთი ისევ გიყვარს არა? მის გამო ამიტომ წუხარ. მისი ბედიასი ამიტომ გადარდებს. შეყვარებული ხარ? რას ამბობ, რა შეყვარებული? რა თქმა უნდა. იფიქრე იმ სახლში როგორ მე მოხვდე და შემდეგ რაღაცას მოიფიქრებ. ცოლს აუცილებლად დავაშორებო არა? ერთი წუთით თავარი მიზეზი სულ დამავიწყდა. ჩემი ძმის ფული ფუფუნებაში ცხოვრება მოგეწონა არა? რას ამბობ? ხმა ჩაიგდე. ხვდები რას ამბობ? ვიცი რასაც ვამბობ. ყურადღებით მომისმინე რასაც გეტყვი. შეჩერდი თორემ მაგ თვალებს დაგთხრი, რომელიც ჩემს ქმარს დაადგე. ვინ ხარ? თავი ვინ გონია? რომ მეც და ჩემს ძმასაც სულელებად მიგვიჩნევ. ყველას ქვა სულელებ? ვინ ხარ? თავი ვინ გონია? ხელი გაუშვი, შეჩერდი, ხელი არ დააკარო. შენ ვინმე რამეს გეუბნება, ხმას რატომ იღებ? მისმინეთ. აქედან წახვალთ გესმის? ეს ჩანთა ფულით არის სავსე. აიღეთ და აქედან წაეთრიეთ. ჩვენი ცხოვრებიდან გაქრით. ჩემი ძმისგან თავი შორს დაიჭირე. ახლოს არ გაეკარო. ჩემს ქმარსაც არ გაეკარო. გესმის? ეს ქორწილი არ შედგება. ამის უფლებას არ მოგცემ. შენ გელაპარაკები გესმის? მიპასუხე. საკმარისია. გონს მოდი. ეს ჩემი სახლია, შენი ადგილი იცოდე. ბიძია იბრაჰიმ, გთხოვთ. მე დედმამა არ მყავს. მამობა შენ გამიწიე. გთხოვ ოჯახს ნუ დამინგრევ. ჩემმა ძმამ არაფერი არ უნდა გაიგოს. შენს ქალიშვილს ხელი მოკიდე და აქედან წადით. გთხოვთ. არ წახვალთ? წავალთ. თანაც დღეს ვეწავალთ. გამომართვი, შენი ფული არ გჭირდება. მართლა? ამ ქორწინების მომხრე არასოდეს ვიქნები. ახლა კი წადი ჩემი სახლიდან. ჩვენ ვეღარასოდეს გუნახავ. მე რას ქვია მივდივართ მამა? იმ გოგოს ამდენის უფლებას როგორ აძლევ? იმიტომ რომ მართალია. იმიტომ რომ გულენდა მიმართალია, დევამ ეს ყველაფერი იცოდა და იმ სახლში ისე ცხოვრობდა. ნივთები ჩაალაგეთ, მივდივართ. ადექი დევა. დამშვიდი, წავიდა. ადექი. შესაძლოა დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე ყოფილიყო. ხელმოწერის ცერემონიალის საორგანიზაციო პროცედურები უნდა მომეგვარებინა. დევას ხელი ვთხოვე. ისიც დამთანხმდა. შენ და დევა ნამდვილად ქორწინდებით? დღეს ქალაქის მერს უნდა შევხედროდი ხელმოწერის ცერემონიალის პროცედურებთან დაკავშირებით. ექიმო, რა ვითარებაა, ყველაფერი რიგზეა? საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, რომ არა საბრი ბეი უფრო გაგვიჭირდებოდა. კარგია რომ გამოიძახეთ. ახლა როგორ არის? ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ პირველი 24 საათი მეტად კრიტიკულია. ცოტა ხანში რეანიმაციაში გადავიყვანთ. თქვენ საკლოდინს აზრი არ აქვს. რეანიმაციაში ვერ შეგიშვებთ. ჩვენ დაგიკავშირდებით და ინფორმაციას მოგაწვდით. კარგი? კარგი. გმადლობთ, ექიმო. გმადლობთ. პაციენტს გამოჯანმრთელებას უსურვებ. შენ წადი. ვერ წავალ. აქ მარტო ვერ დაგტოვებ. ხომ გაიგონე ექიმა რა თქვა? ვერაფერს გავაკეთებთ. ნახვის უფლებასაც არ გვაძლევენ. თუ რამეს გავიგებ, დაგირეკავ და გეტყვი. თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე, კარგი? ძმაო. წადი და ყველაფერი მოაგვარე.
დევა გულჯემალს არ მიწერო. მამას მივყავართ. ახლავე, დღესვე. ჩვენს ნივთებს ვალაგებთ. დევა, ნუ წერ მეთქი. აქედან წასვლა არ მინდა. შენი არ მისმის, დევა. საერთოდ არ მისმის. ხომ გაიგონე გულენდამ რა თქვა? ხალი მოვიდა და რა არ გვაკადრა. იმ სახლში რძლად როგორ შეხვალ? ხო, ნუტირი, ამასაც გადავიდანთ. დევა, ეს რა არის? ბეჭედი გიყიდა? კარგად იყავი, ძმაო. გულენდამ გითხარი, ნუ წახვალ მეთქი. დამშვიდი. ვერ დამშვიდდები, დევას ჯიბრზე იმ სახლში არ უნდა წასულიყავი. გესმის? მართლა? ესე იგი არ უნდა წავსულიყავი? არ წავიდოდი. და დევა ამ სახლში რძლად შემოვიდოდა. რა კარგი იქნებოდა, არა? შენი ყოფილი საცოლე, ჩემი ძმა, ყველა ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდით. შენი აზრით მე ამას უგულისხმობ? წავედი. კიდევ კარგი რომ წავედი. თავმოყარეობა ოდნავ მაინც თუ გააჩნიეთ, აქედან წავლენ. მათ კვალს ვერავინ მიაგნებს. ანუ დაგთანხმდნენ? აქედან მიდიან? მამამისი დათანხმდა. აქედან წავლენ. მამიკო, შენი აზრით გამოსავალი მხოლოდ ეს არის? რა ვქნა შვილო? ამ ქალაქში სირცხვილით როგორ ვიცხოვრო? მამა ცხოვრებას სულ ტყუილად ვინგრევთ. ადრეც გავიქეცით. აქ ჩამოვედით, მაგრამ მაინც გვიპოვა. დევა ჰანიმს რომ არ დაერეკა, ვერ გვიპოვიდა. ტელეფონი მომეცი. რა? ტელეფონი მომეცი. ტელეფონს მანამდე არ დაგიბრუნებ, სანამ არ მეტყვი, გადავიფიქრე გულჯემალზე, საერთოდ აღარ ფიქრობო. მამა, რას ამბობ? რას ნიშნავს ტელეფონი მოგცე? ტელეფონი მომეცი. ასე რატომ გეშინია? რისი გეშინია, რომ ასე აქედან გავრბივართ? ნუ თუ არ იცის, რომ დამნაშავე მხოლოდ მერთია. ვიცი, მაგრამ გულჯემალს ვერაფერს ვეუბნები. მითხარით, სხვა გზა გვაქვს? ხომ დაინახე გულენდამი რამ მდგომარეობაში იყო? იმ სახლში რძლად როგორ შეხვალ? ჭკუა საერთოდ არ გაქვს? მომისმინე შვილო. ცოლად ვისაც გინდა იმას გაყევი, მაგრამ გულჯემალს ვერ გაყვები. ამას ვერ დავუშვებ, გესმის? ვერ დავუშვებ. სულ ამას მიმეორებ. რატომ? მიზეზი რა არის? მხოლოდ მერთის გამო? არა, მიზეზი მხოლოდ ის არ არის. გულჯემალს ცოლად არ ჩენ გაყვებოდი ის რომ გწოდნო და რაც მე ვიცი. რა იცი, მითხარი, რა იცი? მეც უნდა ვიცოდე. უფლება ხომ მაქვს რომ ვიცოდე. მამა, გულჯემალი მოვიდა. მაინც ახლა რატომ მოვიდა? შენ შეატყობინი არა? კმარა, წადი აქედან. წასვლით გიწახვალთ, მაგრამ სად წახვალთ? ერთ დღეში მოგძებნით. უფალო გაძლება მომეცი. ოსტატო ჰალილ იბრაჰიმ. აქ იმიტომ მოვედი, რომ ტრადიციისამებრ თქვენი ქალიშვილის ხელი ოფიციალურად გთხოვოთ. გთხოვთ ერთმანეთს ვაპატიოთ. მომეცით იმის უფლება, რომ ჩემ მიერ დაშვებული შეცდომა გამოვასწორო. ეს პრობლემა არ არის. ჰალილ იბრაჰიმ ბეი. მე ის ბავშვია, რომელიც სითბოს და სიყვარულის გარეშე გაიზარდა. ეს შენც კარგად იცი.
მითხარი ამ ხელა იყავი, როდესაც გაგიცანიო, დამიჯერე, ამ დრომდე არ მეჯერა, რომ ვინმე შემიყვარებდა. მანამდე სანამ შენს ქალიშვილს გავიცნობდი. ჩემი საქციელის მიუხედავად ჩემ გვერდით დადგა. დამიჯერე პირველად ცხოვრებაში ვინატრე, რომ 7 ცხოვრებით მეცხოვრა, რათა მისი ღირსი ყოფილიყავი. თქვენი ქალიშვილი მიყვარს იბრაჰიმ ბეი. მინდა რომ მასზე ვიქორწინო. გვირდები მას თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. გავაბედნიერებ. თქვენი ქორწინება დაუშვებელია. ჩემს ქალიშვილს ვერ მოგათხოვებ, თანაც შენი ოჯახის წევრები წინააღმდეგები არიან. ჩემს ოჯახს ამ საქმეში ნუგარებ. მე გადაწყვეტილება მივიღე, ისინი უნდა დამეთანხმო. არ შეიძლება შეიგნეთ, ეს შეუძლებელია. ხელს ვერავინ და ვერაფერი შემიშლის. ვერავინ შემაჩერებს, დევას არ მივატოვებ, გესმის ჩემი? თქვენ თანახმა იქნებით თუ წინააღმდეგი, მე მასზე დავქორწინდები. ხვალ ვქორწინდებით. რა თქმა უნდა, თუ ის თანახმა იქნება. არ გინდა შვილო. დღემდე იფექისგან არ განსხვავებდი. თვალის ჩინივით გიფრთხილდებოდი, ამ ნაბიჯს ნუ გადადგა. თუ გადადგა მიცოდე, მამა აღარ გეყოლება. გემუდერებია მის უფლება მომეცი. გემუდერებინება მომეცი. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. ერთ დღეს მაპატიებთ. დამშვიდი, მამიკო. არ ინერვიულო. მართლა გავგიშდები. როგორ მოვიქცე, დავრჩე თუ წავიდე, ვეღარ გადავწყვიტე. ისედაც დაქორწინდებიან. რა უთხარი? გულენდამს რა უთხარი, რომ ასე მოატყუე? რას ვეთყოდი? სიმართლე უთხარი, სხვა რა უნდა მეთქვა? უთხარი გულენდამ, მიყვარხარ მეთქი. გინდა რომ ჭკუიდან შემშალო, არა? შენ გამო ცოდვა უნდა დავიდო? დროა იმ აზრს შეეგუო, მე აქედან წასვლას არ ვაპირებ. სამუდამოდ აქრჩები. ნუ თუ მართლა, მე თუ არ ვეტყვი, გულენდამი ეტყვის, ის თუ არ ეტყვის, გულჯემალს დევა ეტყვის. თქმა რომ ზდომოდა, აქამდე 50 ჯერ მაინც ეტყოდა, ის ამას არასდროს ეტყვის. შენი დრო იწურება, მერტ. შენი მფარველი უფროსი საავადმყოფოში გადაუყვანიათ. რა გეშველება მას, რომ რამე დაემართოს? ყველა სათითაოდ გტოვებს და მიდის. ხელს გიქნებენ შორიდან. ზაფერჰანიმს რა დაემართა? ხომ გითხარი კუდება მეთქი? გონი ამ სახლში დაგედგომება? გულენდამმა რომ გაიგოს, მისი ჯაშუში რომ ხარ? გულენდამი არ მიმატოვებს. მას მხოლოდ ჩემი სჯერა. შენ ასე გეგონოს. შენ რას აკეთებ? ჩემს ხმარს თავი დაანებე, რას აკეთებ? რას ამბობ გულენდამ? ეს კაცი უპატრონო ხომ არ გონია? რას ერთში შეეშვი? ამის უფლებას არ მოგცემ. რა ხდება? ეს შენი ახალი მოვალეობაა? დიახ. შენს იდიოტ ხმარს იცავ? დიახ, ვიცავ. წინააღმდეგი ხარ? გაგიჟდი გოგო? შენი ძმის და დევას ქორწინებას ხელს ვერ შეუშლი. რას აპირებთ? ასე იცხოვრებთ? ასე? ეგ არ მოხდება. დევა ამ ქალაქიდან წავა. დარწმუნებული ხარ?
შენ აქრაუფლებით მოხვედი. თავმოყვარეობა, ნამუსი, ღირსება. სირცხვილი არ გაგაჩნია? რა სისულელეს ამობგულენდა, რას ბოდავ? როგორ იქცევი? მომისმინე. დევა ჩემი ცოლი გახდება. ამ სახლის დიასახლისი იქნება და სიტყვებს დაუკვირდი. თქვენთან დღეს არ მოვედი? ხომ მითხარით წავალთო? რატომ არ წახვედით? რატომ? თან გაიძახით უნდა დაქორწინდეთო. რას ამბობ? ვინ უნდა წავიდეს? მათთან მივედი, ფული მივუტანე. ვუთხარი რომ აქედან წათრეულიყვნენ. რა უფლებით? ეს რა უფლებით აკადრე? დევა აქედან წავიდეს და არავითარი პრობლემა არ გვექნება ძმაო. გისმის ჩემი? მე ამ ქორწინების წინააღმდეგი ვარ. ნებართვას ვინმე გთხოვს? ჩემ ზურგს უკან რას ხლართავთ? ამ გოგოს რას ერჩი? მითხარი ამ გოგომ რა დაგიშავა? ის თუ მოვა, ჩვენ ამ სახლში ვერ ვიცხოვრობთ. მაშინ ჩვენ წავალთ. ან ის? ან მე? საკმარისია, შენმა ჭირვეულობამ უკვე დამღალა. მომისმინე გულენდამ? შენ ჩემ და მის სიყვარულს ბოროტად ნუიყენებ, თორემ ამ სახლიდან შენს გაგიშვებ და შენს ქმარსაც. საკმარისია გულჯემალ. მართლა? ასე სამი დღის გაცნობილი გოგოს გამო მომექცევი? შენს დას თავის მუცლად მუყოფ შულთან ერთად სახლიდან გააგდებ? ზღვარს ნუ გადახვალ, დიახ. მარა შეწყვიდეთ. ერთი წუთით. რას ერჩი ამ გოგოს? ამ სახლში ერთად რატომ ვერ იცხოვრებთ? ქორწილი რატომ არ გაიმართება? მითხარი. ერთ სახლში რატომ ვერ იცხოვრებთ? მითხარი, რას ერჩი? ან მინზე სახლავე მეტყვი. ან ხვალდილით ორივე თქვენგანი ამ სახლიდან წახვალთ. საკმარისია. კმარა. არ გეწყინოს. არა უშავს. დამშვიდდება. კეთილი იყო შენი მოსვლა შვილო. დედა ჩემი რეანიმაციიდან გამოიყვანეს, პალატაში გადაჰყავთ. სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. საავადმყოფოდან რა ისმის? კარგად ყოფილა, პალატაში გადაჰყავთ. წამოდი სახლში შევიდეთ. ვერ გავიგე ასე უცებრად დაემართა. საავადმყოფოში ვინ ძებს? რა ხდება? ზაფერჰანის ინფარქტი დაემართა, გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა? რადგან პალატაში გადაჰყავთ, ესე იგი კარგად არის. დედა? არ მაღან. აქ ვარ დედა, აქ ვარ. მაპატიე არ მაღან. დედა, განერვეულებული ვიყავი. ის სიტყვები შენთვის არ უნდა მეთქვა. შენი ბრალი არ არის, მე ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ. უბედური შემთხვევა მოხდა. რაც უნდა გითხრა, შენზე როგორც არ უნდა გაუბრაზდე, შენ მაინც დედა ჩემი ხარ. შენი დაკარგვის ძალიან შემეშინდა. მე როგორ შემიძლია მიგატოვო და წავიდე? მაგრამ რომ არა გულჯემალის შესაძლოა მომკვდარიყავი. გულჯემალი? სიკვდილს მან გადაგარჩინა. ერთი და იგივე სისხლის ჯგუფი გქონიათ. სისხლი გადაგისხა. დარეკა და სტამბოლიდან პროფესიონალი ქირურგი ჩამოიყვანა. დევა, გულენდამა ჩემი დამერთის ამბავი იცის. მივხვდი. იმას ვერ მივხვდი როგორ გაიგო. არ ვიცი. დილით სოფელში ჩამოვიდა.
უნდა რომ აქედან წავიდეთ. ამის მიუხედავად მაინც აქ მოხვედი. გულჯემალი ნამდვილად გიყვარს. მიყვარს. ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა არავის სურს. ყველა ჩვენი ქორწინების წინააღმდეგია. მამა ჩემი წინააღმდეგია. გულენდამზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ გულენდა მიმართალია. გულჯემალს სიმართლე უნდა ვუთხრა. არ უთხრა. ჩვენი ოჯახი ასე ტყუილზე როგორ ავაგო. ყველა მაგ როგორ ვიცხოვროთ. ეს შეუძლებელია. არა, ეგ არ მოხდება. გულენდამს ვესაუბრე. ერთთან დაკავშირებით სიტყვას არავის ათქმევინებს. თავის ქმარს როგორ იცავს. ქორწილი გაიმართება და ხვალ ამ სახლიდან წავალო. ჩემ გამო. ისინი დაძმა არიან. შერიგდებიან. ძმა ძმას დაჭრის შემდეგ კი მაინც შეეხუდებაო. შეეშვიწავიდეს. იცი ყველაზე მეტად რა მიჭირს. გულჯემალს თვალს ვუსწორებ და ვატყუებ. მომისმინედება. გულენდამმა სიმართლე გაიგო, თუმცა გულჯემალისთვის არ უთქვამს. რადგან მერთი მასაც უყვარს. ეს რომ გულჯემალმა გაიგოს, მერც ცოცხალს არ დატოვებს. ეტყვიდე რა მოხდება. გულჯემალს დაკარგავ. გულენდამი ქმარს დაკარგავს. ბავშვი მამის გარეშე გაიზრდება. ყველა უბედური იქნება. ყველას და ყველაფრის მიუხედავად ხვალ ქორწინდებით. ახლა მხოლოდ ამაზე იფიქრე. არ დაუშვა რომ ეს ბედნიერება ვინმემ ჩაგიშხამოს. ბედნიერებას ორივე იმსახურებთ. მამიკო, წვნიანი მაინც შეჭამე. თელი დღე არაფერი გიჭამია. ვერ შევჭამ. გთხოვ, ჩემი ხათრით. გთხოვ. დამშვიდი. თავი ხელში აიყვანე, გთხოვ. ასე. გავზარდე, აქამდე მოვიყვანე. დედობაც მე გავუწიე და მამობაც. თვითონ კი ისე წავიდა, რომ უკან არც კი მოუხედავს. იგამათეთ, მამა, იგამათეთ. წინააღმდეგი წახვედი და ისიც გაჯიუტდა. არა, ეს გაჯიუტება არ არის. აბა რა არის? სიჯიუტე თუ არა? რა არის, მამა? შენ რაღაც იცი და არ ამბობ. მე მაინც მითხარი. მათი ქორწინების წინააღმდეგი რატომ ხარ? შეუძლებელია, ამ სიყვარულს კარგი არაფერი უწერია შვილა. განა მე არ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი ცოლად საყვარელ მამაკაც გახვეს. განა არ მინდა, მაგრამ ცოტა ხნით ჰაერზე გავა. დევა მანდარის ხომასია? ხო, აქ არის. იმ თაღლით მაშვილი წამართვა და წავიდა. არავის წაურთმევია იბრაჰიმ. დევა აქ თავისინებით მოვიდა. მართალი ხარ. ჩემი შვილი, ჩემი გაზრდილი შვილი იმ კაც მანქანაში ჩაუჯდა და ისე წავიდა, რომ უკან არც კი მოუხედავს. მათ ერთმანეთი უყვართ. ერთმანეთის ბედის წერა არიან. რაც გინდა ისთქვი, ისინი დაქორწინდებიან. თანახმახარ დევა ცოლად მამამისის მკვლელს გახვეს? ჩემს ქალიშვილს მამამისი ერთხელაც არ უნახავს. მამა მიატოვა და წავიდა. რაც მოხდა. შეეშვი ბედნიერი იყოს. გთხოვ. სხვა გზას არ გვიტოვებთ. დევას ვეტყვი, რომ დედამისი ხარ. არ გინდა იბრაჰიმ. ამას ნუ იზამ. ამას არ დაუშვებ. შენ გეუბნები ფირუზე. ანამ ქორწილს შეაჩერებ, ან დევას ვეტყვი, რომ მისი დედა შენ ხარ. თუ დევა სიმართლეს ეტყვი, ამით რას მიაღწევ?
არ მაინტერესებს. ისინი ვერ დაქორწინდებიან. გინდა რომ ისი ჩვენსავით უბედური იყოს? იბრაჰიმ, გოგო შენ გაზარდე. საკუთარი შვილისგან არ ასხვავებდი. გულს ნუ მოუკლავ. შეეშვი ვინმე შეიყვაროს. ბედნიერი იყოს. ისწავლოს შიშის გარეშე სიყვარული როგორი განცდა ყოფილა. ნურაფერს მეტყვი, მხოლოდ დაფიქრდი. არც ჩემზე იფიქრო და არც საკუთარ თავზე. მხოლოდ დევაზე იფიქრე. თავად გადაწყვიდე. მთელი ცხოვრება ბედნიერი იყოს თუ უბედური. უფალო და მეხმარე. სწორი გზა მაჩვენე უფალო.